გამარჯობა, BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სახით 316 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 504 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია. რამ განაპირობა FDI-ის კლება, რომელ სექტორებში ჩაიდო ყველაზე მეტი ინვესტიცია და არის თუ არა ცვლილება ტოპ ინვესტორ ქვეყნებს შორის, ჩემი კოლეგა ელენე გოგბერაშვილი გაიცნობს საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდება. ელენე, მოგესალმები, გისმენთ. მოგესალმებით, ბექა. კლება გვაქვს წლიურად არა მხოლოდ მესამე კვარტალში, არამედ მთლიანად 3 კვარტლის განმავლობაში, აღნიშნულ პერიოდში FDI მილიარდ 38 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით არის ნაკლები. თუ დეტალური სტატისტიკას შევხედავთ, მესამე კვარტალში ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების გასტუმრებამ განაპირობა, რამაც 603 მილიონი დოლარი შეადგინა. საყურადღებოა ის, რომ სავალო ვალდებულებების მომსახურება ამ მასშტაბის არც ერთი სხვა წლის განმავლობაში არ ყოფილა. რაც შეეხება ინვესტიციების შემომავალ ნაკადებს, 590 მილიონი დოლარი სააქციო კაპიტალში ინვესტიციას, 329 მილიონი დოლარი კი რეინვესტიციას წარმოადგენს. ელენე, არის თუ არა ცვლილება ტოპ ინვესტორ ქვეყნებს შორის? ბექა, რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, 3 კვარტლის ჯამით პირველ ადგილს კვლავ ნიდერლანდები იკავებს, საიდანაც 373 მილიონი დოლარი შემოვიდა, მეორე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა 188 მილიონი დოლარით. თუმცა, საგულისხმოა გარემოება, რომ როგორც ნიდერლანდების, ასევე დიდი ბრიტანეთის ინვესტიციები სინამდვილეში ქართულ ინვესტიციებს წარმოადგენს, რადგანაც არაერთი მსხვილი ქართული კორპორაცია ნიდერლანდებშია დაფუძნებული, ხოლო უმსხვილესი ქართული ბანკები კი იურიდიულად ბრიტანული კომპანიებია. ინვესტიციების რეიტინგში მოხვდნენ ოფშორული ზონებიც, როგორიცაა მარშალის კუნძულები 33 მილიონი დოლარით, ბელიზი 6 მილიონი დოლარით, კაიმანის კუნძულები 6 მილიონი დოლარით, ასევე ამასთანავე ორი ოფშორული ზონის მიმართ დაფიქსირდა ინვესტიციების გადინება. საუბარია ვირჯინიის კუნძულებზე -10 მილიონ დოლარზე და კვიპროსზე -45 მილიონ დოლარზე. თუმცა ინვესტიციების კლება ამ ქვეყნებთან მიმართებით შესაძლებელია, არ არის გამორიცხული, განპირობებული იყოს ან შვილბილი კომპანიის მიერ მშობელი კომპანიისთვის ვალის დაბრუნებით, ან კომპანიის მფლობელობის შეცვლით. სექტორულად რომ განვიხილოთ, ელენე, რომელ სექტორებში გაიზარდა და შემცირდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ეს მონაცემები როგორ გამოიყურება? ბექა, 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად 9 თვის სტატისტიკითაც პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, აღნიშნულ პერიოდში სექტორში 342 მილიონი დოლარი ჩაიდო, 131%-ით გაიზარდა FDI დამამუშავებელ მრეწველობის სექტორში და 287,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 89% შემცირდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, 57%-იანი შემცირება მშენებლობის სექტორში, 100%-იანი კლება კი დაფიქსირდა წყალმომარაგების სექტორში. და ბოლო კითხვა, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ რომელ კომპანიებში ჩაიდო პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მესამე კვარტალში კონკრეტულად? ბექა, ჩვენ გამოვითხოვეთ ამ კომპანიების სია სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, სიაში, რომელიც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული, შედიან IDS ბორჯომი, მაქტიკომი, BJO ჯგუფი, ფოთის ტერმინალი ჰოლდინგი, ასევე ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი, რომელიც, როგორც ვიცით, რიკოთის მაგისტრალს აშენებს. იმისთვის, რომ საქართველოს საინვესტიციოდ მიმზიდველი გახდეს პოტენციური ინვესტორებისთვის, ამისთვის ქვეყანას კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება, კვალიფიციური სამუშაო ძალა და შესაბამისად განათლების სისტემის რეფორმა სჭირდება. ასე თulis ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბუნებრივია ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ეს უკვე იგრძნობა ინვესტორების მხრიდან გაზრდილ ინტერესში. დამატებით ეს ხელშეწყობი გარემო იქნება, რომ ევროპელ ინვესტორთა დაინტერესება გაიზარდოს საქართველოში. მაგალითს გეტყვით, როდესაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდა ჩვენ
ერთ-ერთი ევროპული კომპანია და დაიწყო აქტივობა საქართველოში. ასე რომ უკვე გვაქვს კონსულტაციები გარკვეულ და ინტერესს გამოთქვამენ კომპანიები, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მომავალში მოიაზრება როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობა, დავიწყოთ კონკრეტულ პროექტებზე ფიქრი და ასე შემდეგ. ერთმნიშვნელოვნად ეს ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების შემოდინებას. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიები და ინვესტორები, რა თქმა უნდა, აფასებენ ქვეყნის ზოგად განვითარების ტენდენციებს, კარგი მმართველობის პრინციპებს, დემოკრატიის ხარისხს. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც დემოკრატიის ხარისხი საქართველოში შემცირდა და ამას გარდა თან ემატება უსაფრთხოების და სხვა მთელი რიგი რისკები, საინვესტიციო მიმზიდველობა ქვეყნის შედარებით შემცირებულია და ეს აისახება კიდევაც სტატისტიკაში. ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარგებელი ასევე იქნება ქვეყნის მიმართ ნდობის გაზრდა და გამყარება, განსაკუთრებით ევროპელი ინვესტორების თვალში საქართველოს მიმართ ცნობადობის გაზრდა და სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამებით და შესაძლებლობებით დაინტერესება. ამიტომ ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. მსგავს მაგალითები დავინახეთ სხვა კანდიდატი ქვეყნების თან მიმართებაშიც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ გამოიწვია საინვესტიციო აქტივობის გაზრდა ამ ქვეყნებში. ბუნებრივია, მხოლოდ სტატუსის მიღება არაფერს ნიშნავს, თუ საქართველოს რეფორმებს არ გაატარებს, მათ შორის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ბექა. მადლობა, ეს ელენა გოგბერაშვილი იყო, რომელმაც FDI-ის მონაცემები გავგვაცნო დეტალურად, განაგრძობთ გადაცემას საქართველოსთან სატრანზიტო ავიაგადაზიდოების შემცირდა, ამის შესახებ Skylog-ის დამფუძნებელი აცხადებს გიორგი ზუმბაძის თქმით, ავიაკომპანიები ტვირთების გადასატანად მარტივ გზებს ირჩევენ და ბორტს თბილისის აეროპორტში აღარ აჩერებენ. ამასთან მისი განმარტებით გამოწვევა ქართული თვითმფრინავების ზომა, რომელშიც ტვირთების ნაწილი ვერ ეტევა და ისინი საზღვაო გზებით გადააქვთ. გამოწვევებს შორის Skylog-ის დამფუძნებელი ავიასაწვავის ღირებულებას ასახელებს, ცნობისთვის მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გარდაენილი ტვირთების მოცულობა 83.9%-ით, ხოლო თვითმფრინავის მოცულობა 83.5%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკადი ტვირთის, რაც საქართველოს გავლით შეიძლება, რამაც შეიძლება გაიაროს, ეს არის ევროპა. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ავიღოთ, გინდათ აღმოსავლეთ ევროპა, გინდათ დასავლეთ ევროპა. ეს არის ყველაზე მთავარი ტრაფიკი. ლოკაციას და ადგილმდებარეობა საქართველოსთან ჩვენ აეროპორტს ძალიან კარგი აქვს, მაგრამ ისევ და ისევ შეიძლება საწვავი არის ზურგის თბილისის აეროპორტში და ამიტომ დიდი ავიაკომპანიები, ვისაც ყავთ დიდი ხომალდები, ქართულ ავიაკომპანიებზე მაქვს საუბარი, ამჯობინებენ სხვა აეროპორტში დაждდომას ტექნიკური გაჩერებისთვის და იქიდან გაგზავნებას. არის ხოლმე იქ უცბად რაღაცა საპროექტო ტვირთები, რომელიც რაღაც გამო მატულობს, არის ტვირთები, რომლებიც მაგალითად ვერც ერთ თვითმფრინავში ვერ ეტევა, რომელიც საქართველოში დაფრინავს, იმიტომ რომ ეს ატვირთო თვითმფრინავი პატარა ზომის არის და შეზღუდული არის გარკვეული ზომები, უკვე აღარ ვეღარ ხდება მისადები. 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს, მათი ცნობით 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,514,280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 105%-ით აღემატება. ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იანვარ-ნოემბერში 4,504 რეისი შედგა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტი აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. აეროპორტების გაერთიანების ცნობით 2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზიარის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება, ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი ქუთაისის სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. საქმის კურსი ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.